მოდით ნახოთ მეგობრებო, რა გაგახარებთ სულ მალე, რა სასიხარულო მოვლენები გიახლოვდებათ მაქსიმუმ 1 თვის ვადაში. ნახოთ აბა. ეს არის უმძლავრესი ტრანსფორმაცია, უმძლავრესი ფაქტობრივად საბედისწერო ცვლილებები, იმიტომ რომ ნახეთ არკანის სულელი, ნულოვანი არკანი, ცარიელი კარტი ამოვიდა. ხო, ვინც არის ის დასწრაში არის ხოლმე ცარიელი არკანები, ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია. არკანი მაგი, ეს გახლავთ პირველი უფროსი არკანი, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იქნება მაქსიმალურად თქვენს ხელში, 4-ვე სტიქია. ანუ თქვენი სხეული, თქვენი ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, სულიერი მდგომარეობა, ხო? და ზუსტად ის გაგახარებთ, რომ გადახვალთ რაღაც შინაგანი პერსონალური განვითარების რაღაც ახალ საფეხურზე, ძალიან წარმატებულად შეძლებთ, რომ დაასრულოთ რაღაც უმძლავრესი ტრანსფორმაციები საკუთარ რეალობაში, შეძლებთ რომ გააკონტროლოთ საკუთარი რეალობა, დავამატოთ არკანები, რა გაგახარებთ სულ მალე და ეს არის ენერგიები, სადაც თქვენ შეძლებთ საკუთარ თავში რაღაც კონკრეტული ნეგატიური, არც სასიამოვნო მდგომარეობის დაბრკოლებას, ვიღაცისთვის ეს არის მენტალური კრიზისი, ვიღაცისთვის ეს არის მუდმივი შეჯიბრის სურვილი სხვა ადამიანებთან, ხო? და იცით რა არის, ემოციები არასდროს არ უნდა დავთრგუნოთ, ემოციებს უნდა მოვუსმინოთ და დავამუშაოთ ისინი, რომც ისინი უარყოფითი იყოს. ეს იმას ანიშნავს, რომ სიტყვაზე ვთქვით, თუ გავბრაზდით, ეგრევე თავში უნდაავლეწოთ ვიღაცას, ხო? რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ უნდა მოვუსმინოთ ემოციებს, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და გავუშვათ ისინი. და თითქოს ზუსტად ასეთი ხერხით შეძლებთ, რომ კონკრეტული ნეგატიური მდგომარეობა, ემოცია გაუშვათ თქვენი რეალობიდან. გარდა ამისა, გამოხვალთ რაღაც თვით ჩარჩოებიდან, რომლებსაც შეიძლება კონკრეტულად ამ მომენტში ვერ იაზრებდეთ, იგრძნობთ მეტ თავისუფლებას, მეტ დამოუკიდებლობას, იგრძნობთ იმას, რომ ხართ თავისუფალი და ბედნიერი. თუმცა აღსანიშნავი არის ის რომ კი დასაწყისში მე აღნიშნე რომ 1 თვის განმავლობაში რა გაგახარებთ მეთქი, მაგრამ რადგანაც ამდენი უფროსი არკანი ამოვიდა, პირდაპირ ვიტყვი უმეტესობასთან რეზონირდება როგორც არა 1 თვის განმავლობაში, არამედ ცოტა გაწელილი სიტუაცია, მაგალითად 2-3 თვის განმავლობაში მოხდება ეს ყოველივე.